სანამ მოგიყვებით იმის თაობაზე თუ რატომ დააყენეს დღეს ადვოკატებმა დეპუტატ ნინო წილოსანის დაკითხვის შუამდგომლობა სასამართლო წინაშე, მანამდე გეტყვით, რომ დღეს ვერ შევძლებთ მაყურებელს როგორც თბილისში, ასევე ბათუმიდან მოგაწოდოთ ინფორმაცია, ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელსაც 7 თვის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად ვაშუქებდით, თუმცა დღეს სასამართლოს შენობაშიც კი ვერ შევდივართ. ეხლა კადრშიც ხედავთ, რომ კარებთან სასამართლოს შენობის შესასვლელთან დგას მანდატურები, სწორედ ესე საგანგებო, ასე ვთქვათ, კონტროლის გავლით გვიწევს შიგნით შესვლა, ჩვენ ვერ მუშაობთ ვერც დერეფაში. დღეს შესაბამისად ვერ მოვახერხეთ ჩაგვეწერა პროკურორიც, რომელმაც არის სურვა გაჩერება და რომელსაც ყოველთვის წერდით ამ დროზე სანქცირებულ პროკურორი, რომელიც ასე ვთქვათ, კორიდორში გაატარეს მანდატურება, თავად მანდატურები ამბობენ, რომ დღეიდან ვერავინ, ვერც ერთი მედიის წარმომადგენელი სასამართლოში ვერ შევა, ისე რომ შეიტანოს ამ ფოტო ან ვიდეო კამერა, უფრო მეტიც მიკროფონების, მხოლოდ მიკროფონების შეტანაც კი დღეიდან სასამართლოში უკვე აკრძალულია. დღევანდელი წესები რო გაგვაცნოთ, რა სიახლე, იმიტომ რომ ამ დრომდე ჩვენ პრობლემა არ გქონია და რა მითითებები გაქვთ, რომ ვიცოდეთ? კანონით რაც განსაზღვრული ის არის, არაფერი ახალი არის. ფოტო, ვიდეო გადაღება სასამართლოს ტერიტორიაზე და ეზოშიც, დარბაზშიც აკრძალულია. დერეფანშიც ვერ გავჩერდებით, ვერც ვერანაირად. კამერა და ის უნდა დავტოვოთ გაზ. ბატონი პროკურორი კადრს მიღმა უნდა დარჩეს. კომენტარები სანუ და ჩავწეროთ, იცი? კომენტარები შენობაში არ შეიძლება. შენობას სიახლოვეს ვერ ვეკარებ. თქვენს გითხარით რა დავალება გაქვთ? ბედნიერია სასამართლო, იმით რომ მედიას არ შვებენ? ხო. თქვენთვის უკვე კანონი მიიღეს და ბატონ თორნიკე ჩაგვეწერეთ. კანონი ხო მიაღებინეთ რომ კითხვებს გაექცეთ. ესე როგორ შეგეშინდათ? აი ეს არის ვითარება, რომელიც დღეს სასამართლოსთან მოსულებს დაგხვდა მედიის წარმომადგენლებს, ბუნებრივია ამ ყველაფერს მოყვა შეფასებები, მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, როგორ ეშინია ქართულ ოცნებას იმ სიმართლის, რომელიც ისმოდა კრიტიკული მედიებიდან, განსაკუთრებით და სასამართლო დარბაზებისგან, იმ პატიმრების მხრიდან, რომლებიც უსამართლოდ ყავს უკვე თვეებია ქართულ ოცნებას ციხეში გამოკეტილები და როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი ქართულმა ოცნებამ სწორედ იმიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ვერ გაიგონონ ის სიმართლე და ის ხმა, რომელიც დღეს თითქმის საქართველოს ყველა რეგიონიდან სასამართლო დარბაზებში სინდისის პატიმრებიდან ისმის. რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანა ხელისუფლების არის დღეს ის, რომ ვერ გაიგონ მოქალაქეებმა რა ხდება სასამართლოში, იმიტომ რომ სასამართლო პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტია და ახლა როგორ შეიძლება რომ ახლა რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გაიგოს რა ხდება. ამ 6 თვის განმავლობაში ქართული ოცნება დარწმუნდა იმაში, რომ ეს ბერკეტი მოშვებული ჰქონდათ და როგორც კი მოახლოვდა ამ პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების სასამართლოებზე ბოლო გადამწყვეტი სხდომები, როდესაც უნდა გამოცხადდეს, როდესაც დასკვნითი სხდომები უნდა იყოს და უნდა გამოცხადდეს განაჩენები, მათ შეაფასეს ეთყობა ეს რისკი და დახურეს სხდომები. დღეს პირველად ვერ შემოვა მედია მზიას პროცესზე, პირველად აღარ გვექნება იქიდან კადრები, რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეცდება, ყველა დეტალი, რომელიც დღევანდელ სხდომაზე და შემდეგ სხდომებზე მოხდება, გამოიტანოს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მზია ამაღლობელის პროცესი, სასამართლო პროცესი, ეს არის ქართული ოცნების სიტყვის თავისუფლებასთან ბრძოლის ანატომია და არ ვიცი სრული სურათი, რომელიც რაც აქ ხდება, ეს აღწერს სიტყვა სიტყვით და ძალიან კაფიოდ იმას, როგორი, რა ვიცი, გაშმაგებითაც ებრძვის ოცნების ხელისუფლება თავისუფალ მედიას. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ელემენტარულად ახლა კადრი ვერ გამოიტანო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა თურმეს გონია, რომ ზიას პროცესიდან ამის შემდეგ თუ კადრს ვეღარ გამოიტან, ვინმეს დაავიწყდება, რასაკეთებს სახელაშვილი, რასაკეთებს გოგეშვილი, რასაკეთებს, ანუ ვინმეს დაავიწყდება მაგალითად მოწმე, რომელიც ამბობს, რომ არანაირი დაზიანება, ანუ ექსპერტი მოწმე, არანაირი დაზიანება არ ქონია გებუაძეს და ვინმეს დაავიწყდება გებუაძის წითელი ლოყა, რავი, ჩემი აზრით ძალიან აზრისმოკლებულია ეს მოსაზრება. კითხვისა და გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს გამჭვირვალობა, საჯაროების პრინციპი არის პროხბაშკათელილი.
რაც შეეხება ნინო წილოსანის დაკითხვის შუამდგომლობას, დღეს პროცესზე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ წილოსანს როგორც სამსახურში, ასევე საცხოვრებელ სახლში, როგორც სადარბაზოზე, ასევე კარებზეც კი შეტყობინება გაუკრეს, გაუგზავნეს ოფიციალური შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მას ნებაყოფლებით მიიღო ამ გამოკითხვაში მონაწილეობა, გამომდინარე იქიდან, რომ წილოსანმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მზია ამაღლობლის შესახებ გაავრცელა ცილის მწამებლური განცხადება, უფრო მეტიც წილოსანმა პირდაპირ მაშინ როდესაც სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს, ღია და გარკვევით თქვა ადვოკატების განცხადებით, რომ მზია ამაღლობელმა იმ ყველაფერში აიღო ფული, რომ მან დაფინანსება ჰქონდა იმისთვის, რომ დანაშაული წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მოტივი იმისა, რომ წილოსანის დაკითხვა მოითხოვეს. საკმაოდ საინტერესო იყო ადვოკატ კახა წერესლის არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაეკმაყოფილებელია ეს შუამდგომლობა მოსამართლეს, რომელიც ამ პროცესებს იხილავს, როგორც წერეთელმა თქვა, რომ მას მინიმუმ ადვოკატს სურს გაარკვიოს ნინო წილოსანიდან ვის იცავს მზია ამაღლობელს, რომელიც სიტყვის თავისუფლებას იცავდა ყოველთვის და რომელიც დღეს უკანონო პატიმარია, თუ ის არის ტერორისტი და იღებს ესეთ შეკვეთებს, როგორც ნინო წილოსანი ამბობს. პროკურატურას ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიცია არ ჰქონია, როგორც მოსამართლემ განაცხადა ამ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე დააკმაყოფილებს თუ არა ადვოკატების შუამდგომლობას მომდევნო პროცესზე გამოაცხადებს. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ხო ამ წუთებშიც გრძელდება სასამართლო პროცესი და დღეს დაცვის მხარის მოწმეები უნდა დაიკითხონ, მათ შორის ერთ-ერთი გაზეთ ბათუმელების რედაქტორი ეთერ თურაძე იქნება.